მარტის პირველი სამუშაო კვირა საკმაოდ დატვირთული იყო როგორც ეკონომიკური, ასევე ბიზნეს სიახლეებით. დღეს პარასკევია და საქმიან საღამოში კვირის ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ სიახლეებს BMG-ის მთავარი რედაქტორის მოადგილესთან შოთა ტყეშელაშვილთან მიმოვიხილავთ. შოთა საღამოშტობის დიდი მადლობა ტრადიციულად უკვე შენი დროისთვის. რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა სტატისტიკა ეროვნული ბანკის რეზერვების შესახებ, რაც ბოლო რამდენიმე კვარტალის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია, რომელსაც BMG-ის გუნდი ვაკვირდებით ხოლმე, რა იკვეთება გასული თვის სტატისტიკაში. დიახ, დღეს გამოქვეყნდა სავალუტო რეზერვების თებერვლის სტატისტიკა, საიდანაც ვიგებთ, რომ გასულ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები მთელი 202 მილიონი დოლარი ჩამცირდა და ის ამჟამად შეადგენს 4 მილიარდ 230 მილიარდ დოლარს, რაც წლიურ ჭრილში არის ფაქტობრივად 9 მილიარდი დოლარი ჩამცირებული, ხოლო ერთ თვიანი ჭრილში შემცირება არის 200 მილიონ დოლარზე მეტი. ჯერჯერობით ზუსტი მიზეზები არ ვიცით, რამ განაპირობა ეს შემცირება, რადგანაც გასული თვის განმავლობაში ეროვნულ ბანკს ღია სავალუტო ინტერვენციები არ განუხორციელებია ვალუტის გაყიდვის მიზნით, თუმცა შესაძლოა ოპერაციები განხორციელდა BIMAG პლატფორმის მეშვეობით, რომლის მაჩვენებლებიც მიმდინარე თვის 25 რიცხვამდე საჯაროდ არ იქნება გამოქვეყნებული, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია გაყიდა თუ არა ეროვნულმა ბანკმა დოლარი ამ გზით. თუმცა ასევე კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს საგარეო ვალის დაფარვა, რაც უშუალოდ ამ თანხებიდან ხორციელდება, შესაბამისად ჯერჯერობით სრული მიზეზები რის გამოც სავალუტო რეზერვები მცირდება არ ვიცით, თუმცა დინამიკა რომ შემცირების მიმართულებით აქვს აღებული საქართველოს სავალუტო რეზერვებს, ეს უკვე აშკარა არის. შოთა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო სიახლე იყო მიმდინარე კვირის განმავლობაში, რაც უკავშირდებოდა კომერციული ბანკებისათვის ჯარიმის ზედა ზღვრის გაზრდას. რატომ მიიღო შენი შეფასებით ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება როგორც ბანკებისთვის, ასევე მათი ინვესტორებისთვის და მომხმარებლებისთვის? დიახ, ძალაში შევიდა ეროვნული ბანკებისთვის ფინანსური სანქციების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ახალი ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ სხვადასხვა დარღვევების, სების ნორმებიდან გადახვევის, მითითებების შეუსრულებლობის თუ ფინანსური სხვადასხვა დარღვევებისთვის, ბანკებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური საჯარიმო მოცულობა გაიზარდა. აქამდე იყო ეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 0.1%, რაც გაიზარდა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 1%-მდე. დრამატული ნახტომია რეალურად. ფაქტობრივად გაათმაგება გამოდის ზედაზღვრის. თანხობრივად რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ საქართველოს უმსხვილესი ბანკების საზედამხედველო კაპიტალი არის დაახლოებით 6 მილიარდი ლარი, შესაბამისად ამ თანხის 0.1%, რაც აქამდე მაქსიმალური ზღვარი იყო, არის 6 მილიონი ლარი, ხოლო 1% არის 60 მილიონი ლარი, შესაბამისად პირობითად ის მაქსიმუმი, რაც შეიძლება ეროვნულმა ბანკმა ბანკების მიმართ გამოიყენოს, უკვე 60 მილიონ ლარს საჭარბებს ფინანსური სანქციის მოცულობის თვალსაზრისით. ბანკებს მკაფიო პოზიცია შეფასებები ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ აღნიშნულთან მიმართებით, თუმცა ეს ზოგადად ჰიპოთეტური თანხაა და ფაქტობრივად შეიძლება ის ეროვნულმა ბანკმა არც გამოიყენოს, თუკი ბაზარზე არ ფიქსირდება რომელიმე ბანკის მიერ მნიშვნელოვანი დარღვევები. ხო, დარღვევის ფორმა ძალიან მკაცრი უნდა იყოს ალბათ იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა ასეთი სადამსჯელო მექანიზმი გამოიყენოს. აქვე ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ უწყების ძირითადი მანდატი გარდა ზედამხედველობისა არის ქვეყანაში სტაბილური ინფლაციის დონის შენარჩუნება და ზოგადად ფასების სტაბილურობის დაცვა. ფასების სტაბილურობასთან დაკავშირებით გვაქვს სიახლე, როგორც იცი, მიმდინარე კვირის განმავლობაში, რადგანაც გამოქვეყნდა საქსტატის მხრიდან ინფორმაცია ინფლაციის დონესთან. როგორი დინამიკა იკვეთება და რის თქმა შეგვიძლია ამ მიმართულებით? დიახ, თებერვალში გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელი, თუკი იანვარში ის 2% შეადგენდა, თებერვალში უკვე გახდა 2.4%. შესაბამისად, საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა არის ამ თვალსაზრისით და ასეთი მაღალი ინფლაცია 2023 წლის გაზაფხულის შემდეგ არ დაფიქსირებულა ქვეყანაში, რადგანაც სხვადასხვა ფაქტორების გამო ფასები დაბალ ფაქტობრივად მნიშვნელოვან ზრდას არ აჩვენებდა, ხოლო ბოლო ორ თვეში უკვე შესამჩნევია ის, რომ ინფლაცია გააქტიურდა
სურსათზე ინფლაცია არის უკვე 3.9%-ზე მეტი, გაზრდილი არის ყველა ძირითადი სასურსათო ჯგუფის ღირებულება, განსაკუთრებით კი ზეთის, კარაქის თუ რძის პროდუქტების, ასევე კვერცხის ფასები, ასევე 5%-ს აჭარბებს ჯანდაცვის სექტორში ფასების წლიური ზრდა, თუმცა შემცირება აქვს კომუნიკაციების სექტორში ფასებს, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ გასულ წელს კომუნიკაციების მიწოდების სიჩქარე გაზარდეს ოპერატორებმა ფასის უცვლელად შენარჩუნების პირობით, რაც საქსტატმა დათვალა როგორც ფასის შემცირება. თუმცა სხვა მიმართულებებით ფასის ზრდა ფიქსირდება სამომხმარებლო ჯგუფებში. შოთა, დიდი მადლობა საინტერესო კვირა და დატვირთული გამოდგა მიმდინარე კვირაც. ტრადიციულად საქმიან საღამოში BMG-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე შოთა ტყეშეაშვილი გვერდებოდა, რომელთანაც კვირის მთავარი მოვლენები მიმოვიხილეთ, რომელთა შესახებ საქართველოში გავიგეთ.